ზიატარიელ, ასეთი რამე გაქვთ ნათქვამი, ვიცოდი რომ ჩვენ ერთად ვერ დავუვერდებოდით. მინდა იმ ტრაგედიაზე კითხოთ, რომელიც თქვენ ოჯახში დატრია და თქვენი შვილის გარდაცვალებით. როგორ შეცვალა ტარიელ ხარხილაური ამ ამბავმა? ხახლა ამ გადასახედიდან როდესაც გარკვეული დროის მერე ყველა ტკივილის გამო მერც მადლობას ვუხდი. ვალენტინ ტრაგიკული დღის გამოც კი არასოდეს არ დამისვამ კითხვა ღმერთის თილფრისის რისთვის. რატომ? მე სოციალში აღხსენებ მოგედა ლადოშინა რომ დაიბადა თითქოს წინასწარ გრძნობდი და დაუწერე ასეთი ლექსი, მაშინ ლექსი ურთიერთობიანია არ გაიარო თავდახრილმა ჩემს გამოსვილო ჩემი ქვეყნისთვის არასოდეს მიღალატია. ეს იყო რომ დაიბადა ბავშვი. აი გაივიდა ხანი და ღმერთმა შენ მოგიწო გამოცდა. შესძლებ ამას რომ მიხვალე შენ შვილს უთხრა ეს ტრიქონები გავუმეორო. არ გაიარო თავდახრილმა ჩემს გამოსვილო ჩემი ქვეყნისთვის არასოდეს მიღალატია. არასოდეს არ მიღალატია ჩემი ქვეყნისთვის. არასოდეს არაფერზე არ გამიცლია სამშობლოს სიყვარული. არანაირ ღირებულებაზე არ გამიცლია. ჩემთვის ყველა დიდი ჯილდო მომცა პატარა გოგონამ რომელიც სახელი და გვარიც არ ვიცი და არ ვერც იმდენად დავიბენი რომ ვერ ვკითხე. ფილარმონიას ეს ამბავი მოყოლელი მაქვს თქვენთან ტელევიზიაშიც. მე ფილარმონიიდან მივდივარ მასე ერთი ოთახი ჰქონდა ოპერის გვერდით სახლი რუსთაველის გვერდით. აი წიგნების მაღაზია იყო ხომ კუთხეში ჩირაღდანეზე. აი პატარა გოგონა გამსდა და მოტრიალდება ჩემსკენ და მიყურებს. და ნაბიჯი არ რომ მიდის. ახლა დავუთხარ რომ ხო არაფერი გიჭირს. დაგეხმარო. შეიძლება თქვენთან მოვიდეო. მოდი მეთქი. მოდი შილო. გადამეცია ბიჯაკი მეწოდეს შეიძლება გულში გაკოცო. ახლა ცრამე მერავაში. რო გამახსენდება ხო. მოიხა მოიდა გოგონა და მაკოცა გულში. იმდნად დავიბენ და წავიდა. დავიბენი ვერ ვკითხე ვინ იყო. ამაზე დიდი ჯილდო. ამაზე დიდი რა უნდა მოგცევ რომ შენ ეს შეგეცვალოს. აი ეს შეცვალა ღმერთმა ჩემში. ეს სიყვარული მომიტანა. სარმაზარი სიყვარული.